დღეს მეტად განსხვავებულ ამპლუაში ვარ, მოსამართლის როლი უნდა შევასრულო. სასამართლოს ხტულმას ღიად ვაცხადებ. დღეს განვიხილავთ მეტად მძიმე საქმეს, კალციუმის გაუჩინარებას ორგანიზმიდან. კალციუმი სასიცოცხლოდ ესაჭიროება კუნთებისა და გულის შეკუმშვას, ნერვული იმპულსის გატარებას, სისხლის შედედებას, მისი 99% ძვლებში უნდა იყოს, მაგრამ მისი კვალი გამქრალია. განსასჯელი სკამზე დღეს 4 დამნაშავე გვყავს. დავიწყოთ. პირველი განსასჯელი ფასტფუდი და ჭარბი მარილები. თქვენში არსებული ნატრიუმი თირკმელებს აიძულებს ნატრიუმის იონებთან ერთად კალციუმის ჩარში გადაისროლონ. თქვენ კალციუმს ორგანიზმში შეყვანების საშუალებას არ აძლევთ. შემდეგ მეორე განსასჯელი D ვიტამინის დეფიციტი. სწორედ D ვიტამინი წარმოქმნის კალციუმის სპეციალურ გამცილებელ ცილას კალბინდინს. კალბინდინის გარეშე კალციუმი ნაწლავებიდან სივრცეში ვერ შეიწოვება და ტოვებს ორგანიზმს. მესამე განსასჯელი კოფეინი. კოფეინი აფერხებს კალციუმის შეწოვას სისხლში და აჩქარებს მის გამოდევნას თირკმლებიდან. ჰიპოდინამია, უმოძრაობა. ფიზიკური დატვირთვა ასტიმულირებს ძვლის მშენებელ უჯრედებს, ოსტეობლასტებს და უმოძრაობა კი პირიქით ააქტიურებს ძვლის დამშრალ უჯრედებს, ოსტეოკლასტებს და ისინი გარეთ კალციუმს დევნიან. სასამართლო განაჩენი. შეამცირეთ ფასტფუდი, მარილები, კოფეინი, მიიღეთ D ვიტამინი და მეტი იმოძრავეთ. სხდომა დახურულია.